დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და ყველას დაგპატიჟებთ აქ ჩემთან Facebook-ზე. დიახ, ყველას მეგობრებო, ზოგიერთი ახალი მსმენელი, რომელიც ხან YouTube-ზე მივაგება და ხანაც Facebook-ზე და რომელსაც არ მოსწონს ჩემი წაკითხული და რომელიც ამის გამო მიწოდებს, ესე იგი, ჩლუნგს და სხვას ვერაფერს ვერ ხედავს იქ სიჩლუნგის გარდა, სამწუხაროა, რადგან სიჩლუნგეს ხედავენ, მხოლოდ ადამიანში ყველაფერია. ყველაფერი სიჩლუნგეც არის და სიკეთეც. მხოლოდ ჩლუნგობას ხედავენ ჩლუნგები, სიკეთეს ხედავენ კეთილნი. ერთ-ერთმა სხვადასხვა მომწერა გუშინ ხო გავაცხადე, რომ დავასრულე მეთქი და დიდო ამოვისუნთქეთო, ესე იგი დაასრულეო, მაგ შვიდკაციან მშვიდობაშიო და ვერ გავიგე საიდან მოიტანა ეს შვიდი კაცი ან რომელი შვიდი კაცი აქვს საუბარი. ან კიდე ასეთ ხალხს, ვისაც არ უნდა რომ მოისმინოს ჩემი წაკითხული, ნუ უყურებს და რამდენჯერ უნდა განვუცხადო. აი იმ ადამიანს, ვინც ასეთი ირონიით საუბრობს და სხვათა შორის სულ თომას სახარებიდან მახსენდებაო, ბოლო ჟამს გამოჩნდებიანო ბევრნი, ვინც დაიწყებენ სიცილსო და მე მეგობრებო, რო არ ვიცინო, უნდა ვიტირო და თქვენ თუ გინდათ იტირეთ, მე ვიცინებ, კარგი? და დაცინვა არ არის. ეს არის უბრალოდ საკუთარი ემოციების ასე გამოხატვა, რომ ეს რა სიდებილი წერია თურმე ამ ბიბლიაში, ეს რა დებილური წიგნი ყოფილა თურმე საღვთო წიგნი თქო. გესმით? აი ეს არის და ეს მეტი არაფერი აქ სხვას არ ვამბობ. ვისაც ეს წიგნი მიგაჩნიათ გენიალურ წიგნად, შეგიძლიათ სახლში შეინახოთ, შეფუთოთ და ხელდახელ შეინახოთ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ამ წიგნში ეხლა 32 თავამდე რაც წავიკითხე, მარტო სიდებილე, სიმრუშე, სიცრუე, სიმხდალე და რა ვიცი, რეები აღარ წავიკითხე, მოკლედ ღმერთი, რომელიც მხდალ და ყველაზე საშინელ ადამიანს, რომელიც თავის მონისგან შვილს აჩენს და მრუშობს და ორდაზე ქორწინება და ესეთ ხალხს ირჩევს და ისეთ ხალხს აკურთხებს ხოლმე და დანარჩენ ხალხს კიდია ის ხალხი სოდომ გომორას მოუწყობს, წვავს, კლავს და აი ეს რატომღაც ამოირჩია ეს მრუში და ესეთი ხალხი, ცბიერი ხალხი, რებეკა ცბიერი, ის ლოტის შვილები მაცდური, მრუში, ინცესტში მყოფი, აგერ აბრაამი თავის ცოლის სიტყვაზე მიდის და მონასთან წვება, აჩენს შვილს და მერე შვილი კიდია აგდებს, წყალს და პურს გაატანს მარტო, დანარჩენებს ოქრო და ვერცხლებს აძლევს და აი ამ თავის შვილს გაატანს ღმერთი მოულისო იმასო. მოკლედ რაღაცა ისეთი წიგნი არის, რომ მართლა უცნაურ სერიალში მოვხდი რა, აქ ისეთ ვითარებებში მოვხდი, რომ არ ვიცინო, მართლა უნდა ვიტირო და მოდი აბა გუშინ მართლა სოფიამ რო გამახსენა ეს წიგნი შემწვარ მოხრაკულებზე ფიქრით ამ იაკობსაც და მის ძმასაც და მის მამასაც, მოკლედ სიკვდილის წინ მარტო შემწვარ მოხრაკულები ელანდებათ და ეს ურში ჩამყვა ეს სიმღერა, ოხრა ძლიერ გამოვძახი, აი მესმის ცხოვრება, შემწვარი და მოხრაკული, სიზმარშიც მელანდება. ხო და ეს წიგნია რა, იგივეა. და ეს გააგზავნის შვილს, წადი მომიტანეო, მერე იმის ცოლი თავის შვილს დაიბარებს და მოდი შენი ძმა გააგზავნაო, იქო უნდა აკურთხოსო და მოდი შენ გააკეთეო, დაკალი ცხვარიო, მე მოუმზადებ მამას შენსო და შეუტანე, შენ ვითომ მიხარო შენი ძმაო და ჩამოაგდებს შუხლს ძმათა შორის. მოკლედ რატომღაც ეს წიგნი გვიბიძგებს უფრო სიცუდეზე, ვიდრე სიკარგეზე. კარგი, მე აქ არაფერი არ წამიკითხავს ჯერ. ანუ მაგალითი რომ მოგწეს ამ წიგნმა, კარგის მაგალითი არაფერი არ წამიკითხავს. გვაძლევს მხოლოდ ცუდის მაგალითებს. იქ იმ შვილი მომიკალიო და შემიწირეო და ასე შემდეგ. და მე ვიღაცა ანგელოზი ეცხადება, უფალის თხოს რომ შვილი შემიწირეო, შენი საკუთარიო. მე ანგელოზი ეცხადება და გაანებე მაგვაშ თავი ნუ მოკლავო. წადი და ის ვერძი მოკალიო იქ რომ ბუჩქში რო არისო ხო, შინაგანი ხმა უკარნახებს მე და მოკლედ მივიდეთ რა, ახალ აღთქმამდე მივიდეთ, მივჩანჩალდეთ მეგობრებო, როგორი და ისეთი კითხვით როგორსაც კითხულობ, თუ არ მოგწონთ, წადი და თქვენ თვითონ წაიკითხეთ ხმამაღლა
მე ესეთი კითხვა შემიძლია და ამაზე უკეთესი არ შემიძლია. მართალი გითხრათ, ჩლუნგი ვარ თუ გამართული, ამას მე არ უყურებ. მე უყურებ იმას, რას ვკითხულობ და როგორ ვკითხულობ, ეგ ჩემთვის უმნიშვნელოა მართალი გითხრათ. და ვისაც გონია, რომ ეს სიჩლუნგია, გეტყვით, ეს არის ესეთი არსებული სიზუსტე არის ადამიანში, რომელსაც ლეგასტენია ქვია და როდესაც კითხულობ ან როდესაც წერ, შესაძლებელია რომ ასობგერები ან შეცვალო, შეტრიალებულად დაწერო, ან გამოაკლო ასობგერა, ან ასობგერა გადახტეს. ესეთი ის არსებობს, ფენომენი არსებობს და ესეთი ფენომენი მე ვარ ეგეთი. განსაკუთრებული ფენომენი ვარ მეგობრებო და ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მე თუ კითხვის დროს ენა წამიბოძიგდა. კარგით, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ გაატარეთ და მომისმინეთ რას ვლაპარაკობ. დავი 32 გავაგრძელოთ. იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები. თქვა იაკობმა მათ დანახვაზე, ეს ღვთის ბანაკია და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი, ორბანაკი. იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ. დააბარა მათ, უთხარი ჩემს ბატონს ესავს, ასე ამბობს თქო შენი მორჩილი იაკობი, ლაბანთან ვდგმურობდი და დავყომდი აქამდე. მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში. მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს, ვიყავით შენს ძმასთან ესავთან და ისიც მოდის 400 კაცის შენს შესახვედრად. იაკობი დიდად შეშინდა და შეშბოთდა, შიშარა იაკობია ეს. სულ ეშინია, თავის ცოლს დათასაღებს, იმიტომ რომ ახალ ქვეყანაში რო შედის, ამის გამო არ მომკლანო, ჩემი ცოლის გამო არ მომკლანო. თავის სიმამრს პარავს და ისე გარბის ჩუმად რომ ეშინია არ მომკლასო. ეხლა აქაც ეშინია თავის ძმა მოდის შესახვედრა და ეშინია აქაც რა ტიპი არის შიშარა, ხდალი. ცხვარძროხა და აკლემები ორ ბანაკად. მოიცა, იაკობი დიდად შეშინდა და შეშბოთდა. და ხო ხალხი თან რომ ახლდა ცხვარძროხა და აკლემები ორ ბანაკად. და თქვა, თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება? ბანძიკაცი. თქვა იაკობმა, ჩემი მამის აბრაამის ღმერთო, ჩემი მამის ისააკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო, ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა შენს მორჩილს რომ უყავი. მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. მიხსენი ესავისაგან, ჩემი ძმისაგან, რადგან მეშინია მისი არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოსო. რატო ეშინია თუ იცით, ხო? ვინც მისმენდა გაიგებს, იმიტომ რომ ესავის მაგივრად ეს იაკობი შევიდა მამამისთან და მოატყუა დედამისის ცდუნების გამო. დედამისმა ჩასჩურჩულა იქ სატანასავით, რომ მინდიო რა, შენ მამა შენთანო და ვერ გიცნობსო, ხორცის შეჭამანდი შენ მიუტანეო და შენ დაგლოცავს იმის მაგივრათო. ხო და რაო დედა ჩემო ეუბნება, კი არ დამლოცავს, დამწყევლისო შენ იმ წვერიან და თმიანისგან განმოსხოვებსო, რომ მითხრას მოგეფერებიო. ხო და მივიდა და მართლაც მოეფერა, მაგრამ ვერ გაიგო იმ კაცმა, ბრმა იყო და ვერ გაიგო და დალოცა ესაია კი არა რა ქვია იმას. მისი ძმის მაგივრად ეს იაკობი. ხო და გაბრაზდა ეს ძმა ესავი. როგორ დალოცეო და იმ მამამის კიდე დალოცვა დაინანა ამ ესავისთვის. მეც დამლოცეო ეუბნება ესავი. რა იყო, მარტო ერთი ლოცვა გაქო, მეც დამლოცეო. მარტო ის ძმა რო დალოცეო, არასწორად ჩემს მაგივრათო რა და ამ მამამისმა რაღაცა წყალი და პურით დალოცა, ხო? რაღაცა უცნაურად დალოცა მერე და შეშურდა ამ ესავს
მართებულად შეშურდა, იმიტომ რომ ეს უნდა დაელოცა, იმიტომ გააგზავნა სანადიროდ და დედამისმა კიდე რაღაცა ეშმაკური ხრიკი მოიფიქრა, რომელიც ძალიან ევასება ამათ ღმერთს. აკი მითხარი სიკეთეს გიყობს ზღვის ქვიშასავით აურაცხელის გავხდიო შენ შთამომავლობას, იქ გაათენა ის ღამე. გამოაჩინა თავისი ქონებიდან ზღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის. 200 ნეзвი, თხა და 20 ვაცი, 200 ნერბი და 20 ვერძი, 30 მეწველი აქლემი თავის კოზაკებიდან, 40 ფური და 10 ხარი, 20 ჭაკი, ვირი და 10 ჩოჩორი. ჩააბარა თავის მორჩილთ ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგრეთ მანძილი. დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და კითხავ ვისი ხარ და საით მიდიხარო, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო, უთხარი შენი მორჩილის იაკობის არის თქო, ჩემი ბატონის ესავისთვის გამოგზავნილი ზღვენია თქო, აგერ თავადაც უკან მოყვება თქო. დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას. უთხარით, აგერ შენი მორჩილი იაკობი უკან მოყვება თქო, რადგან იფიქრა გულს მოვუგებ წინ ძღვანებული ზღვენით, მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო. ჩაიარა მის წინ ამ ზღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია. ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორი დაყავს ცოლად რა. ხო, ძალიან პატიოსნები. ორო მხევალს, თავის 11 შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე. აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაატარა, რაც კი ჰქონდა. ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე. ნუ ეს სიზმარში, ესე იგი როგორც ჩანს ერკინება ვიღაცა, ხო? როცა შეატყო რომ ვერ ერეოდა, შეეღო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას. უთხრა: გამიში უკვე თენდება, უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ. უთხრა: რა გვია მიიგო იაკობი? უთხრა: ამიერიდან აღარ ითქვას შენზე სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ეს ამირანის თქმულებას მაგონებს რა, ოღონდ ამირანი ამისგან განსხვავებით, იაკობისგან განსხვავებით არის მშიშარა. ეს ამირანი არ არის მშიშარა და ეს მშიშარა ტიპია რა. უთხრა: ამიერიდან აღარ ითქვას შენზე სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიეო. ეს ისრაელი ეწოდება ისეთ ადამიანს, რომელიც ღმერთს ებრძვის. და ძლიეო, გესმის? ანუ ღმერთი იმ დონეზე არის დაცემული, რომ ღამით იაკობს ებრძოლება და ვერ ერევა და თანაც თეძო უღრძო ამ ღმერთმა და მერე რო ვერ მოერია, იაკობს მისცა სხვა სახელი, რომელსაც ქვია ღმერთს შეებრძოლა და და მოერია. ძლია იაკობმა ღმერთს. გაიგეთ ხალხო, რა ძლიერი ყოფილა და რა ვიცი ამას რა აშინებს. ან თავისი ძმისა რა ეშინია, ან ეგვიპტელის რა ეშინოდა. მოკლედ რა. კითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი, უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი. რა მაგარი ყოფილიყარ. ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი ჩასცდა ფენუელს და ყოჭლობდა იგი ცალით თეძოთი. სამაგიეროდ თეძოთი დააკოჭლა ღმერთი, მაგრამ რა, მაინც გადარჩა. რატო ჭიდაობდნენ, რა უნდოდათ ვერ გავიგე, მაგრამ
რა ვიცი, ერთმანეთთან მოლაპარაკება და შეთქმულება გააკეთეს, რომ აგერ მე ღმერთი ვარო, თეძო გიღრძეო, შენ კი მომერიაო და აგერ მე შენ ისრაელს გიწოდებ და მე კიდე შენ ფენუელს გიწოდებო და ასე დაარქვა იმ ადგილს ფენუელი იაკობმა. ტაში რა მაგარი ისტორია, კაცო, ესეთი ისტორიები არსად არ წამიკითხავს ცხოვრებაში. ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს. ადამიანის კანიდანა, ადამიანის ხორციდანა და ადამიანის ძვლიდანა. ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს თეძოზე სახსარზე რომ არისო, გაიგე? თეძო ვის აქვს ადამიანს? ესე იგი პირდაპირ კანიბალიზმსაც ოღონდ იმ ძარღვს არ ჭამენ მარტო, გაიგეთ? მარტო იმ ძარღვს არ ჭამენ, დანარჩენი ადამიანის ყველაფერი იჭმევა. რადგან შეეხო ის იაკობს მენჯის ძვალს თეძოს სახსარზე. აჰა, კანიბალიზმი მეორე, ჩავინიშნოთ რა. პირდაპირ კანიბალიზმზე მიგვითითებს ეს. თეძო ვის აქვს, ხალხო? თეძო აქვს მხოლოდ ადამიანს, გაიგეთ? ცხოველს არ აქვს თეძო. აქვს თეძო ცხოველს? კანიბალიზმი. დავაწერე. ესეთი რამე არ გამიგია მე არსად ხალხო. ეს წიგნი არის კანიბალისტებისა და არ ვიცი ვისი მოგონილია ეს წიგნი. ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ აშკარაა რომ არანორმალურების მოგონილია. აი გავაგზავნოთ. თავი 23. მე-13. ღმერთო რა საზისრობაა სოფია ამბობს, ხო? გულის ამრეობა. იოანე ერთი წუთით მოვალ მეგობრებო. იოანე სად ხარ? შემწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება. ოხ რა ძლიერ გამოვძახი აი მესმის ცხოვრება. შემწვარი და მოხრაკული, ეს რა გამახსენე სოფო. სიზმარშიც მელანდება. ეს მაგათი დაწერილია 100%-ით. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს არ მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც რომელიც კანიბალიზმის წინააღმდეგ რომ არ მიდის. არ მოიძებნება, ხო, რა ვიცი, აბა თამარი ნასარიძე, როდესაც ბერმა ნიკოლოზმა ბანანის მიტანამ მოგთხოვა, პირადად გიცნობდათ? საიდან იცოდა თქვენ შესახებ, საინტერესოა, ხო? საინტერესოა, მეც მაინტერესებს დღემდე, არავინ არ გამცა პასუხი. არავინ არ გამცა პასუხი რა ვიცი, აბა. ალბათ მიცნობდა პირადად და მე არ ვიცნობდი იმას, რა ვიცი, სიზმარში ვნახა ეთყობა. ღმერთო ჩემო. კაი, წავედით ახლა. დავიწყეთ, თავი 33. სოფო, შენი არ იყოს, ჯერ ნორმალური ადამიანი არ შემხვედრია მე ამ წიგნში. ვინც? მრუშობის, ტყუილის, ინცესტის წინააღმდეგი და კაციჭამეობის წინააღმდეგი არის აი ამ წიგნში, არავინ არ შემხვედრია. ღმერთს ებრძოლებიან, მხოლოდ ღამით არც იციან ვინ არის, მერე თეძოს უღრძობს ეს ვიღაცა ღმერთი, არც სახელს ეუბნება, არც გვარს, ვინ არის კაციშვილმა არ იცის და აი ესეთ რაღაცებზე აგებული ეს წიგნი და ინფორმაციას აწვდიდნენ ნარიმანსო. მაიკო წერს. ეხლა ნარიმანს ნუ ჩათხრით ხოლმე რა, სულ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ ხალხო რა. წინ დააყენა ხო, გაიხედა იაკობმა და ხედავს მოდის ესავი. 400 კაცით გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას
რახელს და ორ მხევალს. წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები. სულ უკან რახელი და იოსები, ის ძალიან ევასება ის რახელი. თავად კი მათ წინ გაემართა და ვიდრე მიუახლოვდებოდა 7 გზის მდაბლად თაყვანისცა ძმას პირფერი. გიგონება ძალიან ისა თაყვანის ჩემს თავის ძმას პირფერობს ახლა. სირბილით შეეგება ესავი. გადაეხვია ყველაზე ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდნენ ორთავენი. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები და უთხრა, შენი რა არიან ესენი? უთხრა, შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს. ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებით და თაყვანის ეს უკვე მეშინია, რომ ეხლა ამანაც ამ ქალებს არ დაადგას თვალი ან ბავშვებს, გაიგე? ისე მივდივართ ამ წიგში, რომ რაღაცა უკვე დავიძაბე. ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებით და თაყვანის ეს. ახლოს მოვიდა ლეაც თავისი ბავშვებით და თაყვანის და ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ. ახლოს და თაყვანის ეს უთხრა ესამა, რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემომხვდა? უთხრა რომ მადლივ პოვლო ჩემი ბატონის თვალში. უთხრა ესამა, არაფერი მაკლია ძმაო, შენვე გქონდეს. უთხრა იაკობმა, არა, თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენს წყალობით შემომხედე. მიიღო შემთვის გამომგზავნელი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს, არ მოეშვა და მაინც მიიღო. უთხრა ესამ, ეხლა ხო მიაღებინა ძალით და ეხლა ალბათ რაღაცას მოუწევს იმის გამო კიდე. არ ვიცი, უკვე ესეთ რაღაცეებში ეჭვებში ჩავაგდვალ ციგნმა, თავისი განვითარების მიხედვით. უთხრა ესამა, დავიძრა და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები. უთხრა, იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები და ზღვარძროხა მაკედა მყავს, წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი. თავისი მორჩილის წინ აიღო ჩემმა ბატონმა. მოიცა თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა. მე კი ნელ-ნელა ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდეს სეყირში. ეხლა კიდე ტვინის ღრძოებას დაუწყებენ თავისი ცოლები ამასობაში. უთხრა ესამავი, ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა, რა საჭიროა? ოღონდ მადლივ პოვო ჩემი ბატონის თვალში. იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ, ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარავები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი, ქარავანი. მოვიდა მშვიდობით ფადან არამიდან წამოსული იაკობი შექემ ქალაქად ქანაანის ქვეყანაში რომ არის და დაიბანაკა ქალაქის წინ. შეიძინა იაკობმა 100 ცხრას შექემის მამის ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა. შეიძინა აქაც. აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას ელი, ღმერთი ისრაელისა. ო დიდო ღმერთო, შენ მხოლოდ მეცხადები ხოლმე და ამიტომ შენ თაყვანი უნდა გცემ. დავი 34. გავიდა დინა ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად. დაინახა იგი შექემმა იმ ქვეყნის მთავრის ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა დაწვა მასთან და პატივი ახადა. ეს არ უყვარს იმათ ღმერთს, რო ქალებს პატივს ხდიან ხოლმე. ამაზე ყველაზე მეტად რის ხდება. გავიდა დინა ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად. დაინახა იგი შექემმა იმ ქვეყნის მთავრის ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა და დაწვა მასთან და პატივი ახადა. ბიჭო, რას დაწასაობენ ესენი, მარტო თუ ასეთი საშიში ადგილია, ვერ გავიგე. გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას. უთხრა შექემა ხამორს,
თავის მამას, ცოლად მოიყვანე ეს ყმაწვილი ქალი. უთხრა შექემა ხამორს თავის მამას, ცოლად მოიყვანე ეს ყმაწვილი ქალიო. ჯერ თვითონ დაწვა. ეხლა მამამის თავაზობს, რომ ცოლად მოიყვანეო. ბიჭო, შენ არ შეგიძლია რომ ცოლად მოიყვანოს, თუ რა ხდება ამ ჯანდაბაში ვერ გავიგე. რა ქვეყანაში ვართ, რა ხალხში ვართ, ხო, გავაგებინეთ, ეს რა არის? რეებს ვკითხულობ, გადავირიე. გაიგო იაკობმა რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილებიც სხვაში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე. ბანძიმში შარა. გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ. იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი. შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს. ისეთი სამარცხვინო რამეა, რომ იმაზე მეტად არ არის სამარცხვინო ტყუილებს რო იძახიან. იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს შექემს თქვენს ასულზე. მიათხოვეთ ცოლად. უყურე, ეს ეუბნება, ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილიო. მამამის უთხრა ცოლად მომიყვანეო. ცოლად მოიყვანე კი არაო, ცოლად მომიყვანე ეს ასულიო. თვითონ უუნარო იყო რა, თვითონ ვერ ეთყოდა იმ კაცს, მამამის უნდა ეთქვა ეს. დაგუმოყრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ. ეს გარიგებასავით რა ყველგან მოსდგამთ. ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, ხო? თქვენ წაიყვანეთ. დარჩით ჩვენთან თქვენს წინაშია ეს ქვეყანა, იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში. უთხრა შექემა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ეპოვო თქვენს თვალში, ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ, თხოვეთ, მოგცემთ. დამაკისრეთ ძიძალი უძრავი და ძღვენი, დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მოითხოვთ, ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი. მიუგეს იაკობს ვაჟებმა შექმეს და მის მამას ხამორს და მზაკრულად ელაპარაკნენ, რადგან შექემს მის მამას ხამორს მზაკრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა მათი და უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს. წინა დაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის. ღმერთმა ხო უთხრა, რომ ყველას წინა დაცვეთეო რა და არ უთქვას, რომ თქვენს ქალებს ნუ მიათხოვეთო სხვებზეო. ეს ეხლა თავისი ხუშტურია რო იცოდეთ. იმ ღმერთს არ უთქვას, რომ თქვენ შვილებსო წინა დაუცვეთელებზე ნუ მიათხოვებთო. არსად არ შეპირებია, უბრალოდ თქვენთან ვინც დაიბადებაო, ყველას წინა დაცვითეთ მერვე დღესო, ესე უთხრა ღმერთმა რა, როდესაც მამამის აბრაამს ელაპარაკა. ხო და შენმა სამომავლობაც ეგრე გააკეთოსო და ეხლა ეს ეუბნება, რომ თავისი ხუშტური და აზროვნებიდან გამომდინარე, ესო ჩვენთვის აუგიაო რა. საინტერესოა, იქ თუ უთხრა, რომ ეს აუგი იქნება თქვენთვის, თუ კი თქვენ ქალებს სხვაზე გაათხოვებთო. არ უთქვას, არ მახსოვს მე ესეთი რამე იქნებ თქვენ გახსოვთ. მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენთვის წინა დაცვეთ თქვენში ყოველი მამაკაცი. ეხლა მოსთხოვეს რა, ყოველი მამაკაციო, მარტო ის კი არაო, ვინც ამ ქალთან დაწვაო, ყოველი მამაკაციო, გაიგე? ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს, თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით. თუ წინა დაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ. მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს ხამორის ძეს. არ დააყონა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში. მივიდნენ ხამორი და შექემი მის ძე ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მემკვიდრთ. მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები, იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. ახა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენს მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები. მხოლოდ მაშინ მოგცემენ დასტურს ეს კაცები,
ერთ ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე თუ წინა დაცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი როგორც თავად არიან წინა დაცვეთილნი. განაჩვენი არ იქნება მათი საქონელი. ნეტა საინტერესოა როგორ აუხსნან წინა დაცვეთა რას ნიშნავს. მათი ქონება განაჩვენი არ იქნება მათი საქონელი. ესენიც ფულზე იყიდებიან რა. ამ საქონელზე რას არ ვიცი რა, არ ვიცი. შემწვარი და მოხრაკული სიზმარშიც მელანდება. აი ეს ხალხია იქ. მათი ქონება მთელი მათი პირუტყვი ჩვენი არ იქნებაო? ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ. დაუჯერეს ხამორს და შექემს. მის ძეს ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა და წინა დაიცვითა ყოველმა მამაკაცმა ქალის კარიბჭესთან მოსულმა. აუφ, რა ამბავი იქნებოდა? ნეტა ის ზედმეტკანების გორა ხო არ წარმოქმნეს და მერე ის დაარქვეს, რა ქვია, ჩუჩუს გორა თუ რა ვიცი რაღაცა. ყველაფერს ხო გორას არქმევენ ეკენი. მესამე დღეს როცა ჯერ კიდევ საწყალი მამაკაცები და გაიყიდნენ შემწვარი და მოხრაკულებზე. მესამე დღეს როცა ჯერ კიდევ აწუხებდა ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა ნეტა რამდენი გარდაიცვალა ამ დროს ინფექციიდან შეჭრის გამო. როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა სიმონმა და ლევიმ დინას ძეებმა ხელით იპყრეს מחვილები გულდანდობილად დაიცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი. მერე მიხვდნენ უირაში გავყავით თავიო, ხო? ურემი რომ გადატრიალდება მერე გზა გამოჩნდება ასე გვაქვს ნათქვამი ქართველებსო თუ ვინებსო არ ვიცით. მახვილი დახოცეს ხამორი და შექემი. მისი ძე, სადაც მიდის ეს ისააკი თუ აბრაამის შთამომავლობა, ყველგან შეაქვს შფოთი, ომი, სიძვა, ტყუილი და რა ვიცი რაღა შეაქვს და ეს ხალხი რატო აირჩია ამ ღმერთმა ხომ ვერ მეტყვით? ხო ცხოვრობდნენ თავისით კარგად. ამისი ქალიშვილები რო არ გამოჩენილიყვნენ მარტო წოწიალით, ისე ვერ იქნებოდა იქ ის ქვეყანა? ვახ, სოფელო. მახვილი დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ. მიადგნენ იაკობს ვაჟიშვილების დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი დის შეურაცხყოფის გამო. მოიცა ვერ გავიგე ერთი წუთი. მახვილი დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ. სიმონმა და ლევმა. მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილების და დახოცილებს მიადგნენ და გაძარცვეს ქალაქი. დახოცილების ქალაქიც გაძარცვეს. დის შეურაცხყოფის გამო, ეხლა მიხვდნენ რომ დაშეურაცხო. წამოასხეს მათი ცხვარი ძროხა და სახედრები და ყველაფერი რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ წამოიღეს. მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი რაც სახლში ჰქონდათ ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს. რა მაგრები არიან შენ გენაცვალე. ბიჭო, შენ თავი ნუ მანაცვალოს ღმერთმა და საერთოდ ვინახართ ხალხო გაგვანებეთ თავი რა. დახოცვაზე და ჟლეტვაზე არიან ორიენტირებული ეს ხალხი რა. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის, რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრს, ქანაანელებს და ფერიზელებს? ცოტანი ვართ შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ, მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. უთხრეს, როგორც მეძავს უნდა მოქცეოდნენ ჩვენს დას. უთხრეს, როგორც მეძავს უნდა მოქცეოდნენ ჩვენს დას. ისინი გაძარცვა. ეხლა იმათი მკვლელი მოიყვანა და ეუბნება საქმეებს ურჩევს აქ იმ ორს. თავი 35, დაბადების თავი 35. უთხრა ღმერთმა იაკობს, ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე.
აქ დამთავრდა იქ საუბარი და ეხლა როგორი წიგნია, იცით? აი სერიალები რო გაწყდება ხოლმე ისეთ მომენტში, რომ გაგრძელება რო გაინტერესებს და მე რო შეგატენიან ხოლმე რაღაცა სიდებილეს კიდე და მე ის გაგრძელებას რო ელოდები, ხო და დასასრულიდან გაგრძელებამდე რომ რაღაც სიდებილეს წაიკითხავ, აი ხა დარწმუნებული ვარ ამ თავი 35-ში უაზროები ეწერება, რომელსაც იყიდი იმის გამო, რომ ის გაინტერესებს მე რა მოხდება, გესმის? ეს სერიოზული ვიღაცა რეჟისორის დაწერილია, სცენარის ავტორის მაგარი სცენარია, რო იცოდეთ, კარგად არის გაკეთებული, ოღონდ მეძავთა საზოგადოებისთვის. მრუშთა, მეძავთა და მკვლელი მოდგმისთვის რა. აზრი ხარ, რამხელა წყევლა აქვს საკუთარ თავზე მოწეული და სხვებსაც აიძულებენ ასეთი სიძვის ცხოვრებასო. ფულზე გაყიდეს, ხო? ხო, სულ. ფულზე გაყიდული სულები კი, მაგრამ ერთი საღამო მოაზროვნე ადამიანი არ იბადებოდა მაგ ტომში, როგორ შანს არ იბადებოდა. მართლა არ იბადებოდა და დღემდე არ იბადებიან ეთყობა რა. ღმერთმა უკრას, ღმერთმა გამოაჩინოს მოაზროვნე ხალხი მაგათ ტომში. უთხრა ღმერთმა იაკობს, ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე, აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გეცხადა, როცა შენს ძმას ესავს გაურბოდი. ბიჭო, ამ წიგნის კითხვის მერე დედას ფიცა ვარ, ეკლესიის მშენებლობა გადავიფიქრე რა. ის სალოცავები, სადაც აი ესე გორაზე რო აუშენებდნენ ხოლმე სალოცავებს, აი ამ ღმერთისთვის იგება და რა შემჭირდება ბიჭო რო ვაშენებ და იმას ვეთაყვანები მეც? გამანებეთ თავი რა, გაუკეთე საძირკველი და იყოს ისე დარჩეს როგორც არის. ესეთი რამე არ გამიგია. ყველგან სადაც წავიდნენ სამსხვერპლოს სადიდებელი მაინც დაარქვი. სადიდებელი დაარქვი რა სამსხვერპლო ბიჭო. უთხრა იაკობე თავის სახლის და ყველა ვინც კი მასთან იყო. გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელიც ყავთ განიწმინდენი და გამოიცვალეთ სამოსელი. იმათაც ღმერთები ყოლიათ, სხვა ღმერთები. ადექი და წავიდეთ ბეთელში რომ სამსხვერპლო ავუგოთ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი და სადაც ტვინს მიბურღავდაო რა. აჰა, აი, ხო გითხარი, შეგვატენეს ახლა ღმერთი აი ამასობაში, სანამ ის გაწყდა იქ რას ელაპარაკებოდა იქ სიმონს და ლევს და უკვე სამსხვერპლო შეგვატენეს, რომ აი რა კარგ რაღაცას აკეთებს ეს აბრაამის მოდგმა. მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ და საყურეები ყურებზე რომ ეკიდათ და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარ მუხის ქვეშ და დაიძრნენ ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ. მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხითურთ ლუზში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის. ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოიცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. მოკვდა დებორა, რებეკას ძისა და დამარხეს ბეთლენს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ ბაქუთი, მუხა გლოვისა. ერთი წუთი, რებეკას ძისა, დებორა, ესე იგი რძალი, რებეკას რძალი. კვლავ გამოიცხადა იაკობს ღმერთი ფადან არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი. უთხრა ღმერთმა, იაკობია შენი სახელი, აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი. არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი და უწოდა სახელად ისრაელი. წეღან ხო დაარქვა ისრაელი, იგივე მეორდება ეხლა? ეს ის პერიოდია, რომ გამოიცხადება და ღამით რო ეჩხუბება? ხედავ რა ტვინის ამრევი რაღაცაა ეხლა. ის გაწყვიტეს იქ, აქ გადმოიტანეს, იქ ჩართეს ის რაღაცა ექშენი. ესე იგი, გამოეცხადა, როგორ გამოეცხადა, ღამით ეჭიდავება, არ იცის ვის ეჭიდავება, ხო? აგერ ხედავთ წინა თავში, ღამით ეჭიდავება ღმერთი იაკობს,
თეძოს უღრძობს და საბოლოო ჯამში ისრაელს დაარქმევს, იმიტომ რომ ღმერთს მოერიეო, გესმის? ყოჩაღო შენო რა მაგარი ტიპია ეს შიშა რა მოდგმა. უთხრა ღმერთმა, მე ვარ ღმერთი ყოვლად ძლიერი. ხო, ისეთი ყოვლად ძლიერია, რომ დაჟე ეს იაკობი მოერია, გესმის? ეს მიღრძოებული იაკობი მოერია. ინაყოფიერე და გამრავლდი ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზღაურიდან. საინტერესოა ეს ღმერთი ახლა ვინც ეცხადება, რა კრიტერიუმებით სჯის ამ იაკობის კარგობას, მაინტერესებს რა. ყველაფერი უმსგავსება ამან ჩაიდინა. ძმას დედამისის ტყუილებს დაუჯერა და მამამისი მოატყუა. მერე წავიდა და ორი და შეირთო ცოლად და წამოვიდა თავისი ძმასთან შეხვედრის ეშინოდა. მერე თავისი ცოლი დადგაასახა და რა საინტერესოა, რატო ევასება ამ ღმერთს ეს იაკობი, რომ ჭიდაობაში ვერ მოერია? თუ რა ხდება აქ ვერ გავიგე. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა. მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა და დაღვარა მასე საღვრელი და საცხო ზეთი. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა. აქაც ბეთილი არ უწოდა? არა, აქ უწოდა ფენუელი. ეს ღმერთი ახლა ეს ფენუელი ხო უწოდა ამ ადგილს, სადაც თეძო უღრძო ღმერთმა. ეხლა აქ კიდე სხვა ღმერთი გამოეცხადა და აქ ბეთილი უწოდა ეხლა იმ ადგილს. ესე იგი ეს ღმერთი რაღაცეებში ამას ეცხადება და ცდის რა. ამ ღმერთმაც ისრაელი დაარქვა, იმ ღმერთმაც ისრაელი დაარქვა. მოკლედ, ამ ღმერთმაც ისრაელი დაარქვა. იმ ადგილს ფენუელი რო უწოდა. ეხლა კიდე ეჭიდავა და ამ ღმერთმაც ისრაელი დაარქვა იაკობს და ამას ბეთილი უწოდა ეხლა ამ ადგილს. ესეთი რამეები არ, აი მართლა უცნაურია. აგერ ფენუელი უწოდა და აგერ ბეთილი უწოდა. წავედი, მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი და მასე ბეთილი. და აქაც ხო ისრაელი უწოდა ამ ღმერთმა. ჭიდაობას რა უნდა ერთი კაცი. ხო. ისრაელი უწოდა აქ, ხო? ამიერიდან აღარ ითქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი. რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლა და სლიო. ახლა ვინც მემაკრიტიკებს აი ამ საკითხში, რომ ღმერთს როგორ იმაშობი, აგერ იაკობი ეჭიდავება ღმერთს და მე არა მაქვს უფლება ვეჭიდაო, თუ ქალი რო ვარ მაგითხრა. ქალი რომელიც ძეთ იქცესო ქრისტემ თქვა, სასუფეველი დაიმკვიდროსო, ხო და აწინ მე ვეჭიდავები ღმერთს და ვნახოთ ეს ღმერთი მომიგებს თუ მოვუგებ. ღმერთთან ომი არავის მოუგიაო, ისინი იძახდნენ და არიმანის ხალხი და აგერ იაკობას მოუგია თურმე და მეც მოვიგებ მეგობრებო, 100%-ით მოვიგებ. იმიტომ რომ აქ რაც წავიკითხე, ყველაფერი უმსგავსობა წავიკითხე და იესო ქრისტე რო შეეწირა ჩვენს გამო, რისთვის შეეწირა? ტყუილად ხო არ შეეწირა, მუნჯად რო დავრჩეთ. იესო ქრისტეს სიტყვებით უნდა შევებრძოლოთ ამ ღმერთს. ხო და ჩვენც მოვიგებთ და ნეტა საინტერესოა ჩვენ რას დაგვარქმევს ერთი. ეს ღმერთი ესა. დაიძინენ და მაცდის ესე იგი ეს ღმერთი ეტყობა ამ ჭიდაობას რა. დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა. როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებია ქალმა. ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება. სულის ამოხდომისას როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ ყონი, ძე ჩემი ტკივილისა. ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი, ძე მარჯვენისა. ბენ ყონი, ძე ჩემი ტკივილისა, სულის ამოხდომისას. ამოხდა სული. სულის ამოხდომისას
ძე ჩემი ტკივილისა ბენ-ყონი ორი სახელი აქვს და ბენიამინი. ესე იგი დაარქვეს აქ. მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრატის გზაზე. ეს არის ბეთლემი. აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდელ ლამდე. გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდოლის უკან. ისე სხვათა შორის ჭაჭონაში რომ დავდივართ ხოლმე, იქ რაღაცა წვიალ მინდორზე ერთი დიდი ქვაში გვხვდება ხოლმე და ესენი ნეტა ისაფლავები ხო არ არის ხოლმე, აგერ თანდათან რომ ფლავენ თავიანთ ნაშებს. მოკვდა რახელი და დაიმარხა, ხო? ამ ქვეყანაში გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა არავი გედერის გოდოლის უკან. ეს ისრაელი ახლა იაკობია, ოღონდ შეუცვალა ღმერთმა სახელი და ისრაელი დაარქვა, ხო? ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან და გაიგო ეს ისრაელმა. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან და გაიგო ეს ისრაელმა. რუბენი თავისი ძე, ხო? რეუბენი. ლეას ძენი იყვნენ რეუბენი, იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა. მოიცა, ერთი წუთი. ეს სიმონი და ლევი ამათი ძენი არიან? მე მეგონა იმათი ტომიდან ადგა ვიღაცა და მოკლეს ისინი ქანაანელები და ხედავ, ლევი და ისინი არიან ესენი სიმონი და ლევი ამ დამპლის შვილები არიან ეს. ჯერ დააცვეთინეს, წინა დააცვეთინეს და მერე ყველა მოკლეს. მერე იმათი ხალხი წამოიყვანეს და ესეთი ხალხი ევასება ღმერთს როგორ ჩანს რა. ეს მკვლელები ბიჭო, ვინ არიან ესენი? ესენი ვინ ყოფილან რა? და ეხლა ვიღაცას თუ ტვინი აქვს და მახსოვრობა, ეხლა გაიგო რომ ეს ლევი და ეს სიმონი ისინი არიან. ისი არის დაწერილი, რომ გეგონება იმათი ხალხი იყო ეს რა. ეს ლევი და სიმონი. აი, ნახეთ. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ შრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძეებმა ხელთ იპყრეს מחვილები. არა, აგერ მეც გამომპარვია, იაკობის ძეებმა, სიმონმა და ლევმა. ეს დამპლები ესენი, ხედავ რეებს გადრულობენ და ეს ღმერთი ეცხადებათ მერე და რეებს აკეთებენ, ერთი გამაგებინე. რეებს აკეთებენ, ესენი გიჟები ხო არ არიან მართლა. გული ამერევა მართლა რა. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი. ბიჭო, ამ ძეებს რომ ცოლები არ აყავთ, მაგაზე მაინც იზრუნე რა, დაწვებოდა შენ ხარჭასთან, აბა რა იქნებოდა. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან და გაიგო ეს ისრაელმა. ლეას ძენი იყვნენ რეუბენი, იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი. რახელის ძენი იყვნენ იოსები და ბენიამინი. ბალჰას ძენი რახელის მხევლისა დანი და ნაფთალი. ზილფას ძენი ლეას მხევლისა გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელიც შეეძინა მას ფადან არამში. მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან მამრეში, კირიათაბერში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისააკი, 180 წლისა იყო ის კაცი. აღესრულა ისაკი და მოკვდა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული და ვერ გავიგე, რატო დახტის ეს წიგნი. ეხლა იაკობია ისევ ისრაელი? ხან ისრაელად მოიხსენიებს, ხან იაკობად. უყურე, ხო მიდიან. ეხლა ის მისი შვილი დაწვა მის ხარჭასთან, ხო? ვინ დაწვა? რუბინიო თუ? რეუბინი.
ლიას ძენი იყვნენ. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან. რეუბენი და შევიდა ბილჰასთან. მამამისის ხარჭასთან და გაიგო ეს ისრაელმა. მერე აგრძელებს. ლიას ძენი იყვნენ რეუბენი, იაკობი, მერე რახელის ძენი იყვნენ ესენი, ბალაას ძენი იყვნენ ესენი, ზილფანას ძენი ესენი. მივიდა იაკობი ისააკთან. ეხლა გადახდა ისე უკანა დროში. იაკობი რო ერქვა იმას ისრაელს. მივიდა იაკობი ისააკთან, მამამისთან, მამრეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისააკი, 180 წლისა იყო ისააკი უკვე. უკვე 180 წელი შეიქმნა და გახსოვთ რომ ეუბნება რომ წადიო ნანადირები მომიტანეო ყდები კაციო უკეო და 140 წლის არის მაშინ თუ რაღაც ეგრე 120-140 წლის და წითელი შეჭამანდი მომიმზადეო და დაგლოცაო ბრმა არის თან და ამ სიბრმავებში კიდე 40 წელიწადი უცხოვრია რა და თანაც არ მომკვდა რა. მაშინ ხო ყდებოდა, სული ხდებოდა და ეხლა ისე ცოცხალია. აღესრულა ისაკი და მოკვდა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა. ეხლა ისევ იაკობი ქვია, ისრაელს აღარ უწოდებს, აქ ისრაელს უწოდებს. გაიგო ისრაელმაო, რომ ის შევიდა იმასთანო, ხო, კარგი. თავი 26. აჰა მოდგა ესავისა, ანუ ედომის. მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები, ყადა, ხეთელი ელონის ასული და ოჰოლიბამა ყანას ასული. ხეთელის სიბეონის ძისა. ეხლა ვისთან წავედით? აჰა მოდგმა ესავისა, ანუ ედომისა. ესავი ის არის, ხო? ძმა. ეხლა ძმაზე გადაგვრთო. კაი, ეხლა ძმაზე გადაგვრთო, ამის ნერვები ეხლა არა მაქვს მართლა. აგერ დავსვათ წერტილს. ერთი სიტყვით, ეს იაკობის მოდგმა, მაგარი ლაჩარი მოდგმაა, თანაც მკვლელია, თანაც ატყუებენ, ჯერ წინა დააცვეთირებენ მთელ ქვეყანას. თავისი შვილის ქმარს მოკლავენ, წამოასხავენ იმათ ცოლებსა და შვილებს, აქლემებსა და ცხვრებს და ყველაფერი რაც აქვს, წამოვლენ, მერე ღმერთი გამოეცხადება ამ იაკობს, კი არ დასჯის ამისათვის. შეებრძოლება და იაკობი მოუგებს ღმერთს. ხო და ამისათვის ღმერთი უწოდებს ისრაელს. ხო და მერე მოდიან და აგერ კიდე მისი შვილი მაგის ხარჭასთან დაწვება. და ჩვენ ეს წიგნი ძალიან მაგარ რამეთ მიგვაჩნია. ბრავო ამის დამწერს რა. რაც ეს ჩახლართული დაძაბული სერიალია. ღმერთმა გვაშოროს ეგეთები, ხო და გავაგზელოთ მე შეიძლება დღეს კიდევ შემოგიერთდეთ. ეხლა დავისვენებ ცოტას, თორე ებრაელის ოჯახში რომ შეხვალ რძალს ან სიძეთ ეს წყევლა ავტომატურად გადმოდის მასე უეჭველი კი ალბათ ნამდვილად სოფ რუბენი რუმინეთიო აკავშირებს სოფო ერთმანეთთან არის რაღაც ლოგიკა კი მე კიდე ის დავაკავშირე აშერი და ის კიდე რა იყო ფერეიდნელები რო არიან ფერეიდიო რაღაც ეგეთი ფერე წავიკითხე და მე არ წამიკითხავს არ მაინტერესებდა არც მაქვს ეს ძველი ბიბლია და რაები ყოფილა დაწერილი რომ ვისმენ მიკვირს რამდენი მათხოვარი ღმერთები ყოფილან და ყველა ითხოვს სხვერპლს კერპსთან არიან მატყუარები ვაჭრები გამყიდველები გარყვნილები დღესაც არიან მასეთი ხალხი და არა ცოტა კი მეუფეები მაგათ დაემსგავსნენ ეტყობა და ეტყობა მაგ ღმერთებს ვისაც უწოდებდნენ ჩვენ დღეს როგორც მეუფეებს უწოდებთ ისეთები იყვნენ ეგენიც რა გაიგეთ აი რაღაცა ეგეთი შთაბეჭდება რჩება იმიტომ რომ ეს ანგელოზები ჭადებსა და შეჭამანდებით იხორავენ მუცლებს ესე იგი რაღაცა შეიხებადი არსებები არიან ეს მეუფეები კიდე ეჭიდავებიან და თეძოს უღრძობენ
ქეძოზე მეტი ვერაფერი ვერ უღრძო იმ კაცს, ტვინი მაინც ეღრძო, რომ იქნებ გამოსწორებულიყო და ის მხდალობა დაემარცხებინა თავის თავში ამ იაკობს და თან ისრაელს უწოდებს. ბიჭო, ვინ არიან ესენი რა? სად მივდივართ? ღმერთო, კიდევ კარგი მომცა ღმერთმა იმის ძალა, რომ წავიკითხო ეს უმსგავსობა. თურმე ისრაელი რა ყოფილა? თურმე რა ყოფილა ეს მთელი ამ აბრაამის მოდგმა? თამარ, ეს წიგნი არის ებრაელების მაგათი წინაპრების ისტორია, საიდან მოდიან, როგორ ცხოვრობენ, თავიანთ მოდგმასაც აბოლებენ, აშინებენ ღმერთებით. ჩვენ რა შუაში ვართ? ხო, მეც კითხვა მაქვს, მაია, რა შუაში ვართ ჩვენ? აი ეს წიგნი რომ დაგვიდეს, როგორც ბიბლია სახუთო წიგნის სახლებში. მართლმადიდებლებმა, მღვდლებმა მაინტერესებს რა? რატო გააერთიანეს ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა? აი, რატო? გამაგებინეთ რა? და ზოგიერთი მღვდელი დღეს მელქისედეკის წესით წირავს. ანუ ის მელქისედეკი იმას რომ იაკობს აბრაამს რომ ლოცავს, ამ მრუშ და მკვლელ მოდგმას რომ ლოცავს, იმისი წესით წირავს. აგერ რამდენიც კი და იმდენია ეგეთი. და თან ქართული წესით წირავ და იმას უწოდებს. მერე აგერ დადგა და იუდეური წესით წირავს მთელი ეკლესია. მაგ ეკლესიაში ახლა დაიყვნენ ერთნი მელქისედეკის წესით წირავენ. და ერთნი წირავენ იუდეური წესი და ორივე იუდეური წესია. მელქისედეკიც იუდეველი ყოფილა და ვერ გავიგე რას ჩხუბობენ, ან ერთმანეთში რას ჩხუბობენ, ან ჩვენ რას გვაბოლებენ, ესმის? ეხლა ალბათ ჩვენი ტვინის ღრძობა უნდოდათ, რომ დაგვეჯერებინან, ეს ქართული წესია მელქისედეკის წესით და ის კიდე იუდეურია და ესე წამოსულიყავით, იგივე გაგვეკეთებინა და ვერც მიმკვდარიყავით, რომ მელქისედეკის წესიც იუდეური წესია. ამ წიგნს თუ გავწევთ, ახალი აღთქმა არაფერია მერე. ახალი აღთქმა ზეპირად ვიცი. თამარ, შესაძლებელია რომ ეფუდში ეწეროს ჩვენი წინაპრების ისტორია და ცხოვრება, როგორც აქ ებრაელების ცხოვრება აღწერილი. რა თქმა უნდა არის შესაძლებელი, ანი. ეგ არის რომ მაგას ეძებენ და მაგისი განადგურებას ურთ. ამ ებრაელებს მრუშ და მკვლელ მოდგმას, მატყუარას, სიძვით ახსავსეს, ინცესტის ახსავსეს, კაცი ჭამია მოდგმა, ყველაფერი წავიკითხეთ. უკვე ჯერ აბა სად ვართ? აჰა, ნახეთ. ჯერ ნახეთ სად ვართ. ჯერ ნახეთ სად ვართ და კიდე ამდენი გვაქვს წასაკითხი ხალხო. წარმოგიდგენია? აი, ამდენი გვაქვს კიდე წასაკითხი. აქედან უკვე ახალი აღთქმა იწყება. თქვენ წარმოგიდგენიათ აქამდე ამან კინაღამ გაგვაგიჟა და ეს რას გვიზავს? ღმერთმა ქნას რომ გავუმკლავდეთ ამ ომს. ესე იგი ჩავერთეთ ჩვენ ახლა იმ ომში, ღმერთთან ომში რო იცოდეთ რა. როგორც იაკობი ებრძოლება ხოლმე ღამღამობით და ვერ ხედავს იმ ღმერთს ვინ არის, ეხლა ჩვენ ვებრძოლებით ზუსტად იმ მრუშ და მკვლელ მოდგმის ღმერთს, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვკითხულობთ ვინ არის თურმე, გესმის? და ნამდვილად მოვიგებთ ამ ომში. აუცილებლად მოვიგებთ, იმიტომ რომ ქრისტემ დაამარცხა ეგ მრუში და მკვლელი და ჩვენ ქრისტიანები ვართ. ხო და ქრისტეს ვერავინ მოერევა რა. ქრისტესთან, იესო ქრისტესთან ომი ჯერ არავის მოუგია. ღმერთთან კი არა, იესო ქრისტესთან ომი ჯერ ვერც ერთ ღმერთს ვერ მოუგია, ვერც ადამიანს და ვერც ღმერთს. და ალბათ სავარაუდოდ ეფუდზე რო გაქვთ საუბარი, ამას რომ წავიკითხავ და გავნათლდებით, მეგობრებო, მაშინ შეიქმნება სწორედ ის სუფთა ჯარი, რომელიც ღირსი იქნება ეფუდის ხილვისა და სწორედ მაშინ გაიხსნება თამარის აკრდამა. მე ესე ვფიქრობ რა. რადგან ესე ინტენსიურად წავედით უკვე ჩვენ აქ, ჩვენ არ უარყოფთ. ჩვენ აგერ მე ვთარგმნე ენოქის წიგნი, ენოქი ძველი აღთქმის მამაა. ხო და არ ვუარყოფ მე ამას, მე ვკითხულობ და ვამხელ. არც დავცინი, უბრალოდ სასაცილო რაც არის იმაზე მეცინება ეხლა. არა მაქვს მაგის შეზღუდვა, რომ არ გაიცინო იმაზე, რაც სასაცილოა. რაც სასაცილოა, იმაზე მეცინება, მაგრამ არ დავცინი მე, ამას სერიოზულად ვუდგები და აგერ სხვებისგან განსხვავებით ვკითხულობ, ხო, ყოველ დღე. ალბათ ბევრი იუდეველისგან განსხვავებით და ბევრი მართლმადიდებელისგან განსხვავებით ვკითხულობ მე და განვიხილავ დეტალურად. დეტალებში განვიხილავ. ამიტომ მე ვერ მეტყვის ვერავინო შენ ამას აბუჩად იგდებ. არ ვიგდებ აბუჩად, ვკითხულობ და ვსწავლობ. ხო და ვნახოთ ერთი სად გავალთ რა. საინტერესოა სად გავალთ ბოლოს.
წავედი ახლა მეგობრებო, აბა თქვენ იცით, ჩვენ ვებრძოლებით ქრისტეს სახელით, კი? ნამდვილად ვებრძოლებით ქრისტეს სახელით. ეფუთი ენის ფარი უნით თანი. ენის ფარი უნის თანიო. ხო. ენის მარჯვენით, კი, მარჯვენით უნდა დამარცხდეს, რადგან ქრისტე მარჯვენით დაამარცხა თავისი მამა იაღოვა. ანუ ეს იხვი. კარგი მეგობრებო, აბა წავედი გაკოცეთ დროებით დაგემშვიდობებით.